მოკლედ, ჩემი ამერიკაში ჩამოსვლის ენის და სამსახურების ძიების პროცესების პირველი ნაწილი, მე მგონი ვიდეოს პირველი ნაწილის ისტორიები, მე მგონი ბევრს გაქვთ მოსმენილი, მოკლედ. ახალი ჩამოსული ვარ სადღაც 6-7 თვის ამერიკაში და ვერ მოვერგე. მარტო ებრაელებთან დავდივარ და იმ ხელა მუსკულები დამეჭდა ხელებზე და ხმა და მივაშკაც, ხმა დამრჩანა, მუსკულები ცოტა მაინც არის, რა მტერს მოხდა. აი, რაღაც რომ შევხედავ, კი არა ვარ სიფრიფანა, მაგრამ ძალა მერჩის მაინც. გავიხედი ახლობელს ვეუბნები, ეგოგო მიშველე მეუთხარი, რამე ცუდ დღეში ვარ, მეუთხარი. დავიტანჯე, აღარ შემიძლია ლამის ტრეინში უვარდე მეთქი ბორბლებში და მიშველე რა, ნუ დაიდებ ცოდვას მეთქი შენ რაღაცა იქით ახლობლები გყავს, რამე იქით აქეთ მიდექი, მოდექი არ დავეძებ გამიშვი, სათმე წავალ, $100-ზე წავალ მეთქი. კაი ხარ დაწნარდიო, დამშვიდიო. აი ეს რა დრო უნდა ყველაფერს ეს სიტყვა ხო მეზიზღება, დღემდე მეზიზღება. დრო უნდა ყველაფერს, ჩვენც ეს გზა გამოვიარდი, იქნება არ მინდა, კაცო ხვალ ყვავდები, იქნებაში რა გზაც გაიარე. 10 წელი იქნებ და მე 1 წელიწადში კაბინეტში ვჯდები ხო რას ლაპარაკობ. პერფექტო ინგლისურით. რას ლაპარაკობ ხათო. მეუთხარი ენა არ უნდა მეთქი და არა გოგო არ უნდაო. მეუთხარი კალიასკით დარება უნდა მეთქი და არა გოგო არც მაგი არ უნდა. აბა მეუთხარი რა უნდა საჭმელების კეთება უნდა? არაო, საჭმელო გამზადებულიაო. გამოიღებო ფროზერიდანო საჭმელო, გააცხელებო და დაუდგამო რა, მარტივია გამო. მეთქი ამის მეტი თუ არაფერი არ უნდა მწყობია საქმე, ფას არ კითხულობ, მეთქი 100-იც რო იყოს მივდივარ გალო მეუთხარი. წავედი მივადექი 17 სართულიანი და ჩემი კლაუსტროფობიას ამბები ძალიან ბევრ მაიცით. მეთქი მე 17-ზე ვერა მეთქი, მაგრამ რო გამახსენდა შეიძლება რა მომსვლო და ჯანდაბას მე დავაწექი ფეხი და მივდივარ კლოშინით. ავაჭერი სადღაც მე 7-ზე ვიყავი და ნო მეთქი ასე ვერ გავქაჩაო ბებიას რაღაცა ხო უნდა გაუკეთო იქ მე ვფიქრე ძალა აღარ გექნება. შესაძლოა ვიქნები მოსავლელი. დავაჭირე ისევ ამისა ლიფტის ღილაკს ხელი და შევარდი შიგნით და გალურჯებული ავედი მე 17-ზე. რაღაც ზანელა პოზნი ლიფტი იყო და ზანელა ადიოდა და რამდენი სართულიც ადიოდა და იმდენი წელი მაგლდებოდა. კახა მოიწვინა და ავგოღლილდი ავპორწიალდი ძლევს მე 17 სართულზე და გავაგე კარი და რა ვხენა. ძამოსკვანჩულა ბებო ფუნფულიკა შევედი ცალი თვალი ქონდა დახუჭული ცალი ამხედა დამხედა დახუჭა თვალი და იმას 5 საათამდე თვალი არც ერთი თვალი არ გაუხელია. მე ვიფიქრე შენ გაგიმარჯოს, მაგრამ ძილში ფურცუ მაძლევენ, მარტო უნდა ფროზერიდან ავდგე, საჭმელი გამოვიყო, გავაცხელო და დაუდგე შენ გაგიმარჯოს. ხმერდა აბიჯო, ამერიკა, ებიჯო ავშენდი, მე ვიფიქრე $250. 150,000 სამსვლელი ვიყავი. ახლანდელი დრო ყოფილიყო აგენტები. გამოაკლებდნენ და 100-ად გაგიშვებდნენ და არჩეს ჩაიჯიბავდნენ ხო და რამაზეც არ გამომეკიდოთ ახლა ასია რეალობა მწარია, მაგრამ ასია. უთხარი. Stand up. წამოდი ქალო, სამზარეულოში ჭამე, ჭახელებით, ფეხებით აბავი. შენ არ მომიგვდე, მიიღურებ სალი თვალით. კი გადააქნია თავი. მე ვფიქრე ვერ გებულობს ასე რას ვეუბნები, მე ვფიქრე გავიცე ვერ გებულობს, მოვიდანე ის ხელი თეფშა და ვეუბნები stand up. წამოდი, კიდე კაი, მოკლე მანძილი იყო, დავრბოდი, იქვე იყო ყველაფერი, ტუალეტი, საძინებელი. იგი ყველაფერი ერთ ოთახში იყო. აჰედეზე, მე 17 სართულზე რა დამავიწყებს სიმწრით. მოკლედ გადმოყვა ამ ხალხმა გადააქნია თავი, გადმოყო ეს ცალი ფეხი და როგორც კი გადმოაყოლა მეორე ფეხი და ჩაიკეცა და დაჯდა იატაკზე. 200 კილოიანი ქალი. ამის აყენება არ გინდა ხა ბიჭო? ამას ვინ აყენებს აქიდან, ვინ აფხიკავს ხო? ვაი, შესაძლოა არა ვარ კარგად. მე ვიფიქრე მოვა ექიმი, შემოვა, ეს აქ არის გაშკლართული გდია, ქვემოთ, აგერ მე და სხვისი ფოტო მაქვს ართხმული გაბათქაშებული, მე ვარ და სხვა ვარ, ენა მე არ ვიცი, საიდან მოდი, ვინ ახარ, რატო ხარ, ისთვის ხარ, დაგიჭირეს შესაძლოა, დაგიჭირეს, მე ვიფიქრე.
მევი უმესიჯე ურეკავ ამას, ვინც გამიშვა იმ ქალმა, არიღებს ყურმილს. მომდის SMS-ები სიცილის. ხათო ვერ ავიღებ რესტორანში. ვაი, შენი რესტორანი, ვაი მე მოუკლავ, მე ვიფიქრე. ამას მოგუდავ ახლა მე ვიფიქრე. მე უთხარი მოდის, როგორც გინდა ისე მოდი. გინდა კარიდან მოდი, გინდა ფანჯრიდან მოდი, გინდა არ ვიცი, როგორც გინდა გაჩნდი, მე უთხარი რაღაცინებს მიჭერენ, მოდი, მე უთხარი როგორც მომათხრი ისე წამათხრი აქედან, მე უთხარი რომ არ ვიცი რას ვიზამ, მე უთხარი გადავხტები პანჯრიდან. დაწყნარდი ხათო, ნუ ძალიან ემოციური ხარ შენ. დაანებე თავი მოვა ექიმი და აყენებს, უთხარი დაცურდა და დავარდა ძირსო. კათიშა ყურმელი. იგი მის მერე არ მინახია მე ვეცნახავდი ერთხელ და ვინახე სუფრაზე იჯდა რომ წამოვდექი გავარდა სადაა მე უთხარი და ვიწავიდა ასე თქვა თავი მტკივა ჯობდა აი ჭკვიანი ყოფილა ავიხედე ჩემ მეგობარს ურეკა არიქა მე უთხარი გოგო მიშველეთ თუ ვინმე სადმე ხართ ვინც არ მუშაობთ ვისაც შესვენება გაქვთ ვისაც day off-ი გაქვთ აღებული და ტაშპანდურობთ ყველა მე უთხარი მოდით ჩემამდე მიშველეთ მიჭერენ მე უთხარი ამერიკის ციხეში მოყოფინებენ თავს მე უთხარი თუ არ გინდათ მე უთხარი სვიდანიებზე რო იაროთ გასრულებით მე უთხარი დროზე კენტაკ გაჩდით მე უთხარი მიშველეთ ასე მოხდა მეთქი და სადღაც 45 წუთი მე და ბებო გდივართ ორივე საწოლთან საწოლის ფეხთან და გაჩიჩინებული მეკუდუსუნი მტკივა და იმან არ ვიცი. მეუბნებოდა რა არ ვიცი. რაღაცას კი მეუბნებოდა, მაგრამ რადგან არ ვიცი, არ მესმოდა. ასე 45 წუთის განმავლობაში მე და ის ქალი ჩახუტებული გაშკლართული ვიჯექით იატაკზე. გაშკლართული ვეგდეთ იატაკზე. 45 წუთში მოვიდნენ ჩემი მეგობრები, შეესივნენ. წამოვაგორეთ საწოლზე და კაკრას ამათი გასვლა და ექიმის მოსვლა იყო ერთი. ამ დღის მერე პადრაბოტკა სიტყვა პადრაბოტკა მეზისხებოდა და შემცველად წასვლა. ის იყო და ის დღე იყო და მე შემცველად და ბებოსთან არ წავსვარ. ვიდეოც რომ ენახა რომ დარბოდა აბაბაბა დევეშვი ისევე დალაგებაზე პისატებთან ასე მთელი 6 თვე ასე მქონდა სისხლი გამშრალი მე საწოდავს ამერიკა დოლარები ცვივა მისთვის